კარგად ვიცი. მე არ ვიცი, ჩემთან არ დაურეკე არა. მე არ დაუბარები ვარ არავის არ. ყოველ შემთხვევაში ის ვიცი რომ ბორკილებია და ძალიან დიდი პირველად და ხელისუფლება იმას საზოგადოებრივად რა. მე არ ვიცი ეს ფაქტი. მე თუ დავიჭერ მაგ ფაქტს რომ ყუბანიშვილს ურეკავს თარგამაძე მე არ ვიყო ირმა სოხაძე თუ არ გამოვიდე ეთერით და არ ვთქვა რომ მე ვიცი ეს ფაქტი, მაგრამ როცა არ ვიცი რა გავაკეთე. სახელმწიფო უნდა იყოს, რომელსაც ატრიბუტები ჯერ არ გვაქვს სახელზე, გაიგე? მაგაშია საქმე, მაგრამ ატრიბუტები კი არა, არაფერი არ აქვს სახელზე, გქონდეთ ტერიტორია. შემოფარგლული ტერიტორია ვიყავით შევარდნაძის დროს და ეხლა ეს ტერიტორიაც აღარა ვარ შემოფარგლული. ეს ტრაგედია, ისეთი რომ საერთოდ მან მე არ ვიცი რა გამოსავალი შეიძლება იყოს. იგი რუსებთან დაულაგებული ურთიერთობების რა გამოსავალი შეიძლება იყოს? ხო და რუსები, კაი, გასაგებია რუსი. შეგვეყანას რომ ხალხს მონობაში ამყოფებ და დაჩაგვრაში და ცემატყეპაში და უბედურებაში, ხო? რატო ამყოფებს? რატო უბრალოდ რა? ამ ხალხმა არ წაგიყვანა პოდონოსით იქ პირველი არ მოგცა და არ აგიყვანას კამზე. ხო, აი იყო მეორე შოკი კიდე ჩემთვის პარალელური ჩარეცხვასთან, რომ მე მივხვდი რომ ადამიანი არ არის პრიორიტეტი. დღეს პრიორიტეტი არ არის ქვეყანაში ადამიანი, როგორც იძახი, არ არის ღირსება პრიორიტეტი, არ არის ზნეობა პრიორიტეტი, არ არის სინდისი, არ არის კანონი, პროფესიონალი, არაფერი ეს პრიორიტეტები არ არის. პრიორიტეტი არაფერი არ არის. კარგი კი არა, საერთოდ არაფერი არ არის. რატო კაცო? აი რა არის რაღაც პრიორიტეტები. აი რა. სუდი. აი რა. სუძახი ხო უნამუსობას უსინდისობას. ეს გადაეკ ამის ანტონიმები ხება გაიგები? ეს პრიორიტეტები. აქეთ ერთი ტელევიზია ედო, აქეთ სასამართლო უდევს, აქეთ პროკურატურა უდევს, აქეთ და всё, ეს გააკეთ ადამიანმა, რომელიც დემოკრატიულ პლატფორმაზე იდგა, მოვიდა ამითი ამერიკის ხარდაჭერით და სადაც უნდა გავეყვანეთ ჩარაზე, ხო? რა გარანტია გაქვს, რომ დღეს ძალიან ბევრი სხვადასხვა იმ ოპოზიციურ სპექტრში მისი უახლოესი ადამიანებია. გარანტია ის ამაქვს, რომ ერთი კაცი ვეღარასდროს ვეღარ მოვა დაბალანსება პარლამენტი დააბალანსებს პრეზიდენტის კამს გამორიცხულია იგივე შეცდომას აღარ დაუშვებთ რა 9 აპრილს შევიკრიბებით ნახევარი მილიონი კაცი და მოიფიქრონ ერთი რამე რა პერიდგება გია ერთი წელი იდგება სანამ ტერი არ იქნება დამარცხებული სახში როგორ უნდა შეყვიდეთ შევეცილებით და აი შევეცილო ნეტა ესეთი სიკვდილით მოკვდე რა გეფიცები აი გეფიცები ყველაფერს და ღმერთმა მაჩუქოს ესეთი სიკვდილი რა მე გეუბნები არ გეპატიჟებათ არავინ არცად დაიცავით თქვენი ღირსება თუ გინდათ თუ არ გინდათ თუ დაიცავთ რა გავაკეთოთ არ არსებობს სხვა ალტერნატიული გზა ესე იგი ეს ერთი არსებობს მაია იცი რა რიგ შემთხვევებში იქ ვიღაცებს დააგვიანდათ გაოპოზიციონერება რიგ შემთხვევებში იქ გაუშვით შანსი რატო დაუშვით აი ეს არჩევნები რატომ 7 ნოემბრის მე რა საჭირო იყო ამ არჩევნების დაშვება რატომ მაშინ არ მოხდა ეს რატომ ერთხელ ლეგიტიმურად არ მოხდარიყო. არა, ეხლა ის რაც ის აღარ არის აზრი იმაზე ლაპარაკი. შევას და სისხლისგან ავაცილეთ ქვეყანას. ამერიკელი უმაგრებდა მაშინ ზურგს და ეს გესროდა რა. ეხლა ეს მარტო როა დარჩენილი და ამერიკასაც გადახაზული რო ყავს და ევროპასაც. მარტოა. აი იცი რა თუ მესმის მაშინ არ ვიღებთ რა. მაშინ ტერმა წაიღოს ჩემი ქვეყანა. აი თუ არ მესმის მაშინ შევებრძოლებით ტერს რა. აი ეს სიტუაციაა რა. ტერია შენ გესმის? Вот ჯერა მომღეროთ მაგრამ მოდი და მაია ისე შერავსებით ეს გავგიჟდი ამათში მართლა ველი გადავალ ჩქუილს მე რაცალო მასალე ფრენა თუ გესმით ამაგული სერა მასალე ჩიქჩიკა არაფერი, ესე ჯობია, აბარა. დღეს იყო პირდაპირ ჩართვა, ესე იგი, ალა პუგაჩოვასთან, ტელეხიდი ესე ვთქვა და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა პუგაჩოვას შეკითხვა ამ ევროვიზიასთან დაკავშირებით, რომ ეს იმენა რომ ჩამოვიდეს რა რეაქცია გექნება თუ რაღაცა და იქ არ ვიცი სიმართლე გითხრათ პუგაჩოვას მე გადმოცემით ვიცი და პუგაჩოვას პასუხი მე ვიცი, რა იყო? არაფერი, უბრალოდ თქვა რომ იცი რა მე არ მგონია რომ საერთოდ ვლადიმერ პუტინმა ამას რაიმე ყურადღება მიაქცია. ხალბატონმა ნანიმ ესე იგი რაღაც უხერხული სიტუაცია მოხდა იქ, რომ როგორ დაუსვია ესეთი შეკითხვა, შენ რა უფლება გაქვს ეგეთი შეკითხვა დაუსვია. ის ჟურნალისტი ქართველი იყო? ქართველი, აქედან. ტელეკამპანია მაესტრო გრუზია, თვითონ ჩოხელი.
Alla Barisana, voi avete слышали, как я отклики вызвала песня, которую собирается исполнить грузинский участник на Евровидении? Какого вы о ней мнения? Путин, ну я думаю, что Путину это пофигу, честно говоря. Он давно ведь не боится. შეიძლება თვითონაც რო ეხა უხერხული სიტუაცია რო არ გამოეწვია ეს მაგიტო უთხრა დანიმე ხა იმას რომ უხერხულობა არ ჩამოვარდნილიყო და რაღაცა რა. რახიდი იყო ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტი იმის ჟურნალისტია რომ ყველანაირი კითხვა დასვას. დალა რა ყველა კითხვაზე პასუხი. პასუხი გასწორ დიპლომატია. თან შესაძლოა გელავს და ჩხუბობს. აი ეს ისინი მახსოვს აი ეს. შესაძლოა არის. მე არ მინდა. თუ ისე ეკა თამრიკო და ქეთი ფირცხალა იყო. მე მსმენა არ აქვს და არ მინდა. და მოიჩანი ისა? არა, ყველაფერი გამოვიჩან. არ იკრიბებით ეს. კი, ხო ახალ ერთი კვირის წინ მაშინ პროფილში მოგვიწყვეტ შეხვედრა. მართლა? კი, ვიყავით 6-ი ოღონდ. ხა ყოველ წელს გვპირდებიან რომ ვითომ ასეთი იუბილეს გადაიხდიან და ხა ეს ტრადიცია როა ვარსკვლავის ჩადება ვითომ ამ ვარსკვლავს ოქიტაშვილმა კი მითხა თქვენთვის კაი ადგილი მაქვს შენახული და ხარი შეცეს მოიძოვე კიდე არ ჩადებ თვითონ. ფემოც და დააწეროს. ცოცხალი შესრულე რა დააწეროს. რა ვიცი. არა, მაგაში იცი რა. სოლო კონცერტი არ შეიძლება თაგდან ბოლომდე ჩანაწერზე. მოდი რა ამაზე მუსიკამ. გასაგები კი გეთანხმები. ეგრე შეიძლება ბენდიც უნდა ყავდეს. არა ბრა, ბენდიც არა ყავს. მინუსი. როიალ და გიტარა მაინც უნდა შედეს. ეს ორი მუსიკოსი უნდა გეხმარებოდეს, არ უნდა იყოს სასაკეთო. მაგას ვიძახი რა, ხოდა მაგას ეხა როდესაც პირველ ახსე შეფიქრე ხეის არა გაქვს, კაცო, აპარატურა არა გაქვს, რომ ნორმალური звуки და რაღაცას ხო ვიღებთ, აი ამ რაღაც 5 ვარსკვლავ ცუდია ხარის უკეთეს შეიძლება თუ მიხო, იმიტომ რომ ვიყიდით ახ აპარატურას და მე გავაკეთებ შედარებით ხარის. თუ მაინტერესებს რომ აი რატოა ესეთი პრობლემატური, აი დავუშვათ მღერი ხარ ხო სცენაზე, მღერი, ცოცხალ კონცერტს, იღებს ტელევიზია და ეთერში გადის საშინელი ხარ. ეგეც არის. აუ ძალიან ბევრჯერ. და აი ეს აქვს არგუმენტი აი მომღერლებს რომ ეთერში არის საშინელება და როცა ვიცი რომ იღებს ძალიან წუნია. ამიტომ მაყატია. აი ოქტაგონზეც ვერ მოგიყვანე ვერც ერთხელ. არა, ოქტაგონის ფორმატი არ მომწონდა და ვიხარი და არ მოვედი. შემდეგი პროექტი მითხარი მომწონდა. არა, 5 ვარსკვლავი მოგწონს, არც ის მოგწონს, შენ ცოცხლად პირდაპირ ეთერში. შესოშოს იყავით შემდგომ. მე ვიყავი მეთქი, გითხარი. შეჯიბრში არ მოხვედი, ხო? შეჯიბრში არ მოვალ და ეხა ქულები რომ მიწერონ და არ მომწონს ის ირმა. არა, როგორც ხმა, ისევე გამოსახული. ბრაკი იყო იქ, წუნი იყო მითხარი. ნუ ეხა ჟღერადობის ხრივ, ნუ არის შეიძლება რა. ჯერეთ ის სტუდიაში ხომ. მარტო ხმადია. სტუდიაში. მე გეუბნები, აი ფილარმონიაში იყო კონცერტი, ყველა მიმღერა პლუსი, მე ერთი დღელა ნერვიულობ. ყველა იყო პლუსი. ყავას სვავს, ეწევა მხიარულ, ნუ კარხასიაძე არიან, მარტო მე ვარ ესეთი. შენ გამოლეწოდი, თუ რა გაგოთა ხარი. გავედი ცოცხლად ვიმღერე. ნუ იყო ტაში, ანუ ვიმღერე. ნორმალურად ეთერში უყურებ ამ კონცერტს და ჩემი ნომერი არის ყველაზე უხარის. იმიტომ რომ მე ვიყავი ცოცხალი. აი სწორედ იმიტომ რომ ყველა რო ეს ამას ეკითხები. გასწორდებოდა მაშინ იმ ცოცხალზე და ყველაფერი იყო გასწორებული. აი ტელე. მარტო შენ ვეღარ დაგისწორეს ხმა, ნუ რა გაგიკვირდა ხა უცებ, ნუ ვინიშ და არ ვიცი ხა. არ ვიცი, სხვა და არ ვერ გავი მე ამიტომ უნდა იყოს ყველა ცოცხალი, ვინც ვერ იმღერებს ცოცხალს, მოდი ნუ იმღერებს. რომ მიდიხარ რაღაც კონცერტზე გეუბნება იქ, ნუ ვიღაცა, ანუ პატრონი ავტორი იმ კონცერტის, რომ იცი რა დღეს ყველამ უნდა იმღეროთ პლუსი, აი გეტყვი ხა მაგის პასუხი. იმიტომ რომ არის გადაღება. და რატო ეს აპარატურა რომელსაც შენ კარგად გაგახმო. და მაგას ვიძახი რა არის ეს აპარატურა ესეთი რომ იდგეს და ხო იგივე აი მეტი შრომა უნდა რა. შელეზული პროფესიონალიზმი ჭირდება, იგივე არ არის რა ცოცხალის გადაღება, კონცერტის რა. და არის სულ ალბათ ერთი ახლა ორი. შეიძლება არც არის. რუგზარ ჩხაიძე. გეუბნები. არ ვიცი, არ მიმუშავია მაგასთან რა, არ ვიცი. იმიტომ რომ აი საوارი ისტორია ხა ფოტოშორი, თქო საوارი ისტორია. იგივე სიტუაცია ხდება იმაში. ძალიან ცხოვრება ტელევიზიაში. ხო, როგორ არის? არის ის ეგეთი არ მივა და არის ეს მოდი მე გადაგიღებ და თქვენი ორბიტა გაქვს. შენ შოუში რომ გამოდივარ, ირმა, წარმოგიდგენს საათი და 20 წუთი ვიდექი ყირაზე. კი, ნამდვილად. ყირაზე გეუბნები და იქ ეხა ცოცხლად თან ბენდი როგორ უნდა დამეყენებინა? ან შანსი არის. გადასაღები იყო შენი მეგული და და რომ ეთერში ეს ყველაფერი არ ჩანდა. არ ბენდს ვერ დააყენე. ვერ დააყენე, მაგას გეუბნები. არა, შენი სოლო კონცერტი იყო.
მომგერალი ხარ? არა, რა მე ვამბობ, მე რომ სოლო კონცერტ გავა